დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის სამუშაოების დაწყებას. რეალურად უკვე სამუშაოები არის დაწყებული 16 სექტემბრიდან. ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ბელგიური კომპანია არის ჩართული ამ სამუშაოებში, უშუალოდ წარმართავს ამ სამუშაოებს. ძალიან ბევრი მაღალი მნიშვნელობის პროექტი აქვს განხორციელებული ამ კომპანიას Yande Nulls და მოხარული ვარ და რომ სწორედ ამ ბელგიურ კომპანიასთან თანამშრომლობით ხორციელდება სამუშაოები, უშუალოდ ინფრასტრუქტურის სამუშაოები. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ 2029 წელს მაქსიმუმ პირველ გემებს მიიღებს უკვე ანაკლიის პორტი, თუმცა არის პერსპექტივა იმისა, რომ უფრო ადრეს დასრულდეს პირველი ფაზის სამუშაოები და უფრო ადრეს მივიღოთ პირველი გემები. უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებში იქნება დასაქმებული 500 ადამიანი, მას შემდეგ რაც დასრულდება პროექტის პირველი ფაზა, რა თქმა უნდა, დასაქმების მაჩვენებელი ბევრად უფრო გაიზრდება. ამ პროექტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბუნებრივია სამეგრელოს რეგიონისთვის, მათ შორის დასაქმების კუთხით, ეკონომიკური განვითარების კუთხით, შესაბამისად ბუნებრივია მთელი ყურადღება ექნება დათმობილი ამ პროექტს. ძალიან მალე, როგორც უკვე აღნიშნა, დასრულდება მოლაპარაკებები ჩინურ სინგაპურულ კონსორციუმთან, რომელთანაც განხორციელდება შესაბამისი შეთანხმება და ხელშეკრულება და სრულფასოვნად წარიმართება სამუშაოები იმისათვის, რომ ჩვენ წარმატებით დავასრულოთ ეს პროექტი და ქვეყანას შევძინოთ უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული ობიექტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სახით. ასევე აქედან სულ რაღაც რამდენიმე ასეულ მეტრში არის ოკუპირებული ტერიტორია, აფხაზეთი, ჩვენი ისტორიული რეგიონი. რა თქმა უნდა, ამ გადმოსახედიდან არის ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ პროექტის განხორციელება. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენს აფხაზ მემსადებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, ადამიანებს, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა და რა პოტენციალი ექნება ჩვენს ქვეყანას გაერთიანების შემდეგ. რაც შეეხება სხვა თემებს, გითხარით ბიძინა ივანიშვილის გზავნილებზე გუშინდელმა ინტერვიუმ რა აჩვენა საზოგადოებას კიდევ ერთხელ. ბიძინა ივანიშვილის გზავნილებით რომ დავწერთ. არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აბულინგებენ სპორტსმენებს. ლიბერალური ფაშიზმი ეს არ არის ახალი მოვლენა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგიური ხაზი, რომელიც დამახასიათებელია რადიკალური ოპოზიციისთვის და მათთვის არ არსებობს არავითარი ფასეულობა. მათ შორის მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ არც ქართული სპორტი, არც ქართული სპორტსმენი არაფერი არ არის მათთვის სინამდვილეში ფასეული, მათი გულშემატკივრობაც არის აბსოლუტურად ყალბი. სხვანაირად შეუძლებელი აიხსნას ის ლიბერალურ ფაშისტური, ასე ვთქვათ, გამოხდომები, რომლებსაც ჩვენ ხედავთ. თუმცა რა თქმა უნდა, მას ვერავითარი გავლენა ვერ ექნება ღირსეულ ადამიანებზე. თავად ამ ადამიანების უღირსობაზე მეტყველებს ის, ასე ვთქვათ, ბულინგის ცდელობა, რომელსაც ისინი ახორციელებენ. 26 ოქტომბრის არჩევნები ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი. 26 ოქტომბერს ქართულმა ხალხმა უარი უნდა უთხრას მათ შორის ლიბერალურ ფაშისტ ჩვენს ქვეყანაში სიძულვილს, რომლის დათესვასაც ეს ადამიანები ცდილობენ. სამწუხარო ის არის, აქ ცალკე მინდა აღვნიშნო, რომ უცხოური ფული არის ჩართული ამ ასე ვთქვათ პროცესებში, რასაც ქვია საქართველოში სიძულვილის დათესვის მცდელობა, ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომ ყველამ დაინახოს თუ ვინ აფინანსებს სიძულვილის დათესვას ჩვენს ქვეყანაში. შეეხება ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს, ბატონო ირაკლი, რა აჩვენა საზოგადოებას ამ ინტერვიუმ? გივი მექანიზმებთან დაკავშირებით. კი, არ გითხრა იყო ჯერ ბიძინა ივანიშვილის გზავნილებმა რა აჩვენა საზოგადოებას კიდევ ერთხელ? იმდენად ყოვლის მომცველი და იყო ეს ინტერვიუ და იმდენ თემას შეეხებოდა, რომ არ ვიცი, ბევრ თემაზე შეიძლება კომენტარის გაკეთება. ძალიან ბევრ თემასთან დაკავშირებით განუმარტა საზოგადოებას. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა აბსოლუტურად ყველაფერი, ძალიან საინტერესო ინფორმაცია გაჟღერდა ამ ინტერვიუს ფარგლებში. ზოგადად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას შესთავაზა მიმდინარე პროცესების ძალიან საინტერესო ანალიზი, რაც დარწმუნებული ვარ საზოგადოებას ძალიან დაეხმარება საბოლოო ჯამში მყარი არჩევანის გაკეთებაში 26 ოქტომბერს. ბატონო ირაკლი, ამერიკის ელჩთანაც აპირებს ბატონო ბიძინა შეხება ამერიკის არჩევნებში. ზოგადად როგორია არჩევნების მერე თქვენი პოზიცია, როგორი უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა საერთაშორისო? თქვენ იცით, რომ ჩვენთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ურთიერთობების გადატვირთვა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ევროკავშირთან. აქედან გამომდინარე, ყველა ვართ მოხარული, ბუნებრივია, რომ უკვე არის შეთანხმებული
შეხვედრა ბატონ ბიზნაიუნიშვილსა და ამერიკის წელს შორის, რომელიც არჩევნების დასრულებისთანავე ძალიან მალე აუცილებლად შედგება და დარწმუნებულია, რომ ეს შეხვედრაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ამისათვის და გავაკეთებთ ყველაფერს ამისათვის. მთავარია ჩვენ ვიხილოთ შემოხვედრე ნაბიჯები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დარწმუნებულია ეს შეხვედრა იქნება ძალიან პროდუქტიული, სწორედ ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით. რაც შეეხება დამკვირვებლობის საქმიანობას სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, ერთ წამს გადამაფრე სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე და გივი მიქანაძე ამბობს, აქედან უმეტესობა ქართულ ოცნებას ეწინააღმდეგება. აი თქვენ როგორ შეაფასებთ მათ, როგორ უნდა შეაფასოთ ზოგადად არჩევნებს? შეიძლება როგორ იქნებენ ეს ადამიანები მიუკერძოებლები? ეს გავრცელებული პრაქტიკაა, სინამდვილეში არის ორგანიზაციები, რომლებიც მიეკუთვნებიან რადიკალურ ოპოზიციას, თუმცა ისინი რეგისტრირდებიან როგორც ეგრეთ წოდებული დამკვირვებელი ორგანიზაციები. თუმცა ამ ორგანიზაციების მიღმა, რომლებზეც იყო საუბარი, რომლებიც არიან პირდაპირ უკვე პარტიულად დაკავშირებული ხო შესაბამის პოლიტიკურ გაერთიანებებთან, ასევე თქვენ იცით, რომ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები ეწოდება მაგალითად საერთაშორისო გამჭვირვალობას ან ისვეც და ასე შემდეგ, ხო? მათაც გამოხატული აქვს საკუთარი საარჩევნო მიზანი. ეს საარჩევნო მიზანი საერთაშორისო გამჭვირვალობის შემთხვევაში მათ შორის დაადასტურა ანტიკორუფციულმა სამსახურმა და დაადასტურა სასამართლომ. ნუ აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ისინი ვერავითარი მიუკერძოებელი დამკვირვებლები ვერ იქნებიან, თუმცა ამ ყველაფერს არ შეუძლია რაიმე არსებითი გავლენის მოხდენა საარჩევნო პროცესებზე. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო საარჩევნო გარემო. ასეთი მშვიდი გარემო ჩვენ არ ქონია. წინა წლების განმავლობაში არის აბსოლუტურად სამართლიანი, კონკურენტული ეს არჩევნები. ხედავთ, რომ თითიდან გამოწვევაც კი უჭირთ იმ პრობლემების დასახელების, რომლებზეც საუბრობს ხოლმე ხანდახან ოპოზიცია თუ ცალკეული NGO. შესაბამისად ასეთ ეგრეთ წოდებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არ შეუძლიათ არავითარი შტილი მიაყენონ საარჩევნო პროცესებს საქართველოში. დღეს წინა საარჩევნო გარემო და მამუკა მდინარაძეს ჰქონდა ბრიფინგი, მან ახსენა, რომ ფეიქ ამბებს აღწელებს ოპოზიციამ 7 წინა საარჩევნო გარემოს გადასაფარად. საუბარია მათ ბრიფინგებზე, საუბრობენ, რომ მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევენ და ამის ფონზე ასევე ამ პარტიებს ტოვებენ მათი წევრების ზუგდიდში, თელავში, იმიტომ რომ ისინი ამბობენ, რომ манипуляციებთან აქვს საქმე ამ პარტიებს. ნუ რეალურად რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ერთი კამპანიის აგორება სცადეს პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით, თუმცა ძალიან მალე გაცამდვირდა მათი არგუმენტები ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ სცადა ყალბი სიუჟეტის გავრცელება, გავრცელეს უბრალოდ ყალბი სიუჟეტი აიდი ბარათებთან დაკავშირებით, რაც შეეხებოდა რუსთავს და საბოლოო ჯამში მტკიცებულებებით დადასტურდა ის, რომ სრული სიცრუე გაავრცელა კონკრეტულმა ჟურნალისტმა ამ ტელეკომპანიის მეშვეობით. ასევე იყო მოხსებულთა თავშესაფართან დაკავშირებით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, საბოლოო ჯამში რაც გავარკვიეთ, ამ ადამიანებს ხმის უფლებაც კი არ აქვს შესაბამის საარჩევნო ოლქში, აქედან გამომდინარე არავითარი აზრიც კი არ ექნებოდა მათთვის პირადობის მოწმობების გამორთვებას. ნუ ისინი ცდილობენ რაღაც კამპანიების სტილი მიაყენონ საარჩევნო პროცესებს, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს მართველი გუნდი, რომ ვერავითარ საბაბსაც კი ვერ პოულობენ იმისათვის, რომ რაიმე ჩრდილი მიაყენონ საარჩევნო პროცესებს. ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60%-იანი რეიტინგი, ერთადერთი რაც შედის ჩვენს ინტერესებში არის მშვიდად ამ არჩევნების ბოლომდე ჩატარება 26 ოქტომბრის ჩათვლით და დარწმუნებულია, რომ ასე იქნება ყველაფერი, როგორი პროვოკაციებიც არ უნდა დაგეგმოს რადიკალურმა ოპოზიციამ, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, ჩვენი უსაფრთხოების უწყებები დგას თავის ადგილზე და დარწმუნებულია, რომ ყველასომა იქნება მიღებული ნებისმიერი პროვოკაციის პრევენციის. ადმინისტრაციაში ახლა მიმდინარეობს საუბარი არის ქართულთან დაკავშირებით და საინტერესო არის თქვენი შესაძლებლობა ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით რა პერსპექტივაა? მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ტექნიკურად გადავაყენებთ სალომე ზურაბიშვილს დაახლოებით ერთ თვეში და აქედანო შეუძლია დაგეგმოს თავისი ტექნიკური მომავალი უკვე დეკემბრიდან. ბატონო ირაკლი, ბიზინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით განცხადება, რომ თქვენი ქმედების გამო ევროინტეგრაცია არის შეჩერებული. რაიმე ფასი აქვს თქვენთვის მის სიტყვას, ან რას უპასუხებთ ამ ადამიანს, როდესაც მოუწოდებს საარჩევნებში მივიდეს მოსახლეობა, როგორ იქნება თქვენი შეფასება, ან რამდენად ფასობს ეს? ორ სიტყვას ვიტყვი, ეს შეფასება არ არის ობიექტური და ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი ჩემთვის და როდესაც ასეთი არაობიექტური განცხადება უკავშირდება არჩევნებს, ეს არის შემაშფოთებელი. ეს არის ერთგვარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რაც არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა. როდესაც უცხოელი დიპლომატი აკეთებს არჩევნებთან დაკავშირებით
პროპაგანდისტულ მოწოდებას, ეს არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა, ეს არის ერთგვარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. მე ყველას მოუწოდებ, დაარღვევენ საარჩევნო პრინციპებს და ისაუბრონ ობიექტურად იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში. ინტერვიუში თქვა რომ ის აპირებს არჩევნების შემდეგ შეხვდეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და რომ ეს ერთგვარად გადიოდა იმ ფინანსურ პრობლემებზე, რატომაც არ ხვდებოდა, რომელიც შეიქმნა ბიძინა ივანიშვილის გარშემო. ოპოზიციურ ფლანგზე ეს აღქმული არის, როგორც წინა საარჩევნო და ახლა ვაჭრობა. თქვენ როგორ შეაფასებდით ვაჭრობს ბიძინა ივანიშვილი? შეეგუა იმ პირიქით შეიძლება მოიტანოს არჩევნებმა. რეალურად პირიქით თქვენ მოისმენთ განმარტება ამასთან დაკავშირებით. რეალურად მიმდინარეობდა შანტაჟი ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, როგორც კი დაიწყო უკრაინაში ომი, მაშინვე მას გაუყენეს თანხები, მის ანგარიშებზე შეუჩერეს გადარიცხვები და ამ ფონზე მას არ სურდა აბსოლუტურად ობიექტური მიზეზის გამო შეხვედრების გამართვა, ეს პროცესები გაგრძელდა 2 წლის განმავლობაში და სწორედ ამის გამო იკავებდა თავს ბიძინა ივანიშვილი შეხვედრებისგან. მას არ უნდოდა შანტაჟის ქვეშ გაემართა რაიმე ტიპის შეხვედრა უცხოელებთან. ახლა, როდესაც გარკვეული გარემოებები შეიცვალა, ეს არის მზად გამართოს ასეთი შეხვედრა, ანალოგიური მზაობა დააფიქსირა ამერიკის ელჩმაც, რაც არის ძალიან კარგი. მე ვფიქრობ, კიდევ ერთხელ გავიმერებ, ეს შეხვედრა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. გიორგი გახარია თემაზე არის ბატონ პრემიერ ჩაგეკითხებით, ანუ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლიდან რა შთაბეჭდილება გაქვთ, თქვენ როგორ შეაფასებთ? რაც ელაპარაკა ერთხელ არ უხსენებია პრობლემები, სიდუხჭირე მოსახლეობის და კეთილდღეობა რას პირდება მოსახლეობას. თავარი ხაზგასმა იყო მისი, რომ ანუ ყველაფრისთვის მზად არის, რომ დაიბრუნოს საკუთარი ფული და ეხლა თვითონ თხოვს ამერიკის ელჩს შეხვედრას. შთაბეჭდილება რა დაგჭა, აი დედაკაცის რძე, მამაკაცის, რას ნიშნავდა ეს საერთოდ რა ხაზგასმა იყო? რაც შეეხება ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას, ეს არის გლობალური მასშტაბის უმძიმესი პრობლემა და ამ პრობლემაზე გაამახვილა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ყურადღება. რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს და სოციალურ საკითხებს, ამაზეც ჰქონდა საუბარი ბატონ ბიძინა ივანიშვილს. თქვენ იცით ზოგადად რა მდგომარეობა დახვდა ჩვენ 2012 წელს. უმძიმესი ვითარება, ბიუჯეტი იყო მხოლოდ 28 მილიარდი, ეკონომიკა უпроსტად იყო მხოლოდ 28 მილიარდი ლარი, რაც შეეხება ქვეყნის ბიუჯეტს იყო მხოლოდ 8.5 მილიარდი ლარი და ჩვენ უკვე შევძელით და ეკონომიკა გავზარდეთ 28 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ ლარამდე და ქვეყნის ბიუჯეტი გავზარდეთ 8.5 მილიარდი ლარიდან 28 მილიარდ ლარამდე. რაც შეეხება დაპირებას, ჩვენი დაპირება არის, რომ 90-დან დამატებით კიდევ 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკა 4 წელიწადში, ქვეყნის ბიუჯეტი 28 მილიარდიდან გაიზრდება და გადაცდება 40 მილიარდს, ეს არის ჩვენი დაპირებები. რაც შეეხება უმუშევრობას და სიღარიბეს, ერთ შემთხვევაში დღევანდელი მაჩვენებელი უმუშევრობის შემთხვევაში არის 3.7% და ეს მაჩვენებელი არის განახევრებული 2012 წელთან შედარებით, თუმცა არის შენ კიდევ მაღალი. თუმცა ჩვენი დაპირებაა, რომ 2028 წლისთვის უმუშევრობა ჩამოწდება 4%-იან მაჩვენებელს, რაც არის ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე უკეთესი შედეგი. იგივე ეხება სიღარიბის მაჩვენებელის, რომელიც იყო 30% 2012 წელს, ახლა არის უკვე 11.8% და 4 წელიწადში ჩამოსდება 4%-ს, ანუ დამატებით დაახლოებით 300,000 ჩვენი თანამოქალაქე დაძლევს სიღარიბეს. და თუ სიღარიბე 2012 წელს იყო 1.120.000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის მიღმა წინა ხელისუფლების პირობებში, ახლა უკვე არის რადიკალურად შემცირებული ეს მაჩვენებელი 440,000-მდე და მაქსიმუმ 150,000-მდე ჩამოვა ეს მაჩვენებელი 4 წელიწადში. ეს არის დღევანდელი სურათი, ეს არის ჩვენი დაპირებები, ჩვენი გუნდის პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით არის ძალიან მკაფიო. ბატონო ირაკლი, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად პრეზიდენტი ხდება ოპოზიციურ პარტიებს, აგრძელებს კონსულტაციებს, დღესაც არის მათ შორის დაგეგმილი შეხვედრა. ამ თემასთან დაკავშირებით ზოგადად ეს საკითხი რომ შევაფასოთ, ეს შეხვედრები პრეზიდენტთან და კიდევ ერთი კითხავთ, გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გახარია ახსენა რამდენჯერმე საკუთარ ინტერვიუში, მათ შორის ახსენა, რომ იქნება გარკვეული მტკიცებულებები არჩევნების შემდეგ, როგორც იყო ჩართული ის ხელისუფლების ჩამოშლის პროცესში. მაინტერესებს, ხომ არ შეიძლება ამ მრჩეველმა იქამდეც არჩევნებამდეც იხილოს ეს მტკიცებულებები, ან ზოგადად რა პოზიცია გაქვთ ამ თემასთან დაკავშირებით? ერთი სალომე ზურაბიშვილი არის აბსოლუტურად უინტერესო მოვლენა ქართულ პოლიტიკაში, მას არც რეიტინგი აქვს, არც არავითარი, ასე ვთქვათ,
პოზიციები და ერთ თვეში იმპიჩმენტის წესით დატოვებს საკუთარ თანამდებობას. აქედან გამომდინარე მის ასე ვთქვათ არავითარ ქმედებას, არავითარი ინტერესი არ აქვს, ასე ვთქვათ ჩვენი გადმოსახედიდან. ეს ერთი რაც შეეხება გახარიას, პრინციპში ხელის გულზე დევს მისი ძირითადი დანაშაულები, კიდევ ერთხელ შემიძლია ჩამოთვალო რამდენიმე მთავარი დანაშაული, რაც მან ჩაიდინა, ეს იყო მესტიის სპეცოპერაცია, სადაც შეურაცხყოფილი დატოვა რეალურად სპეცრაზმის წარმომადგენლები, ჩვენი პოლიციელები, მის მიერ დაეგმილი სპეცოპერაციის გამო. მეორე იყო პანკისი, სადაც მოხდა ზუსტად იგივე, მესამე იყო ბასიანის სპეცოპერაცია. თქვენ გახსოვთ როგორ წარიმართა ეს მოვლენები, შეგნებულად გახარია ერთმანეთს უპირისპირდებდა სახელმწიფოს და ადამიანებს, სამართალდამცავებს და ახალგაზრდებს, ამას აკეთებდა ის სპეციალურად შეგნებულად გარე დავალებების საფუძველზე და რაც 20 ივნის გააკეთა მან, როდესაც წყალი და წყლის ჭავლი და გაზი არ გამოიყენა და მიიყვანა საქმე იქამდე სადამდეც მიიყვანა, ეს არის მისი ერთ-ერთი უმთავრესი და უმძიმესი დანაშაული. მისი დანაშაული იყო ასევე ჩორჩანა, აქაც დეტალებს აღარ გავიხსენებ. თითოეულ შემთხვევაში ის ცდილობდა გარე დავალებების საფუძველზე დაეზიანებინა სახელმწიფოს ინტერესები, დაეპირისპირებინა ერთმანეთისთვის სამართალდამცავები და ახალგაზრდები, ზოგადად სახელმწიფო და ადამიანები. ეს არის უმძიმესი დანაშაულები, რომლებსაც გახარია ჩადიოდა სწორედ დავალებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, მისთვის ეპითეტი გარეწარიც კი არის ძალიან რბილი შეფასება. ხვალინდელის შეკრებაზე მთავარი გზავნილი და საქმე რა იქნება საზოგადოებასთან? თქვენ მის დანაშაულებებს გავუსწრით ახლა ხაზი თუ თანამდებობებზე რა დანაშაულები ჩადიოდა. თქვენ კონკრეტულად სად იყავით ასეთ შემთხვევაში, როდესაც თანამდებობიდან თანამდებობებზე დიდი სიამაყით თქვენ თვითონ პირადად თქვენ წარადგენდით და სხვათა შორის რაც შეეხება მაგ მოვლენებს გავრილობის ღამეს გულისხმობთ, თქვენ საბრძოლში იჯდა იმ მომენტში გავრილობი, რამაც გამოიწვია ზოგადად ის რაც გამოიწვია საბოლოო გარკვეულ ეტაპზე ჩვენ არ ქონდა გახარიას გადაყენების რესურსი. მე მახსოვს იყო რაღაც მომენტი, როცა გადაწყდა მისი გადაყენება, თუმცა აქ გარკვეული ასე ვთქვათ ამბები მოხდა, რამაც ხელი შეუშალა ის გადაყენება შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან. ამის შემდეგ ის დაწინაურდა კიდეც პრემიერ-მინისტრის თაობაზე, რაც ორმაგად სასარგებლო იყო პრინციპში ჩვენი გუნდისთვის და ქვეყნისთვის, რაც თავარია. პირველი სარგებელი იყო ის, რომ ის მოშორდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც მას ყველაზე მეტი დანაშაულის ჩადენა შეეძლო სახელმწიფოს წინააღმდეგ უშუალოდ და მეორე სარგებელი რა იყო, ამასაც დღეს არ გავამახვილებ ყურადღებას, მაგრამ ეს იყო უხრევად სასარგებლო. არა, რეალურად არ დაწინაურებულა, საბოლოო ჯამში ყველაფერი მოხდა ისე, როგორც ამას მოითხოვდა ლოგიკა და როგორც ამას მოითხოვდა სახელმწიფო ინტერესები. მას შემდეგ რაც გახარია მოარი თქვა მელიას დაკავებაზე, კანონის ახსულებაზე, მან დატოვა თანამდებობა, ეს იყო ლოგიკური დასასრული იმ პროცესებისა, რაც მოხდა მაშინ იმ წლების განმავლობაში. რაც შეეხება ხვალინდელის შეკრებას, ქართული ოცნების მთავარი გზავნილი და სათქმელი რა არის მმართველი პარტიის საზოგადოებისთვის? რამდენიმე დღეში იმართება უკვე საპარლამენტო არჩევნები, რომელიც არის რეფერენდუმის სტოლფასი არჩევნები და რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთხოვოთ სრულად საზოგადოებას, რომ გამოვიდეს ქუდზე კაცი ამ არჩევნებზე, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის გადამწყვეტი დღე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი, აქ საქმე ეხება ომსა და მშვიდობას და საზოგადოება უნდა აირჩიოს მშვიდობა. აქ საქმე ეხება ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას და ტრადიციულ ფასეულობებს და რა თქმა უნდა საზოგადოება უნდა აირჩიოს ტრადიციული ფასეულობები. აქ საქმე ეხება ერთხარეს სიძულვილის დათვისის ცდილობას მუდმივად ჩვენს ქვეყანაში ამ ლიბერალურ ფაშისტთა მეორე მხარეს აქ არის მცდელობა, რომ ჩვენ ქვეყანას დაუბრუნოთ ის ასე ვთქვათ საერთო სურათი, რომელთაც გამოირჩეოდა ჩვენი ქვეყანა ყოველთვის წლების განმავლობაში. ერთმანეთის მიმართ სიყვარული, ეს იყო ის, რაც იყო დამახასიათებელი ჩვენი საზოგადოების ყოველთვის და ხელოვნურად ვიღაცები, მათ შორის გარედაფინანსების ცდილობენ სიძულვილის დათესვას და ამასაც უნდა გასცეს პასუხი საზოგადოებამ, რა თქმა უნდა 26 ოქტომბერს და ბოლოს ბნელი წარსული. თქვენ ხედავთ რა სახეები არიან ოპოზიციაში წარმოდგენილი, ხო? ნაცმოძრაობა რო ავიღოთ სააკაშვილის პარტია, აქეთ არის გვარამიას პარტია, უბრალოდ წარმოიდგინეთ რა სახეებზეა საუბარი. აქ ხაზარაძე, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ბიზნესის რეგეთში ნაცმოძრაობასთან ერთად და გახარიას დანაშაულებზე ახლა ვისაუბრეთ. არ შეიძლება ამ ბნელ წარსულში დაბრუნდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენ გვჭირდება ნათელი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის, ევროპული მომავალი და ის იქნება სწორედ მთავარი გზავნილი
ხვალინდელ შეკრებაზე. და კიდევ ერთი საკითხი, გუშინდელ ინტერვიუში ყურადღება გაამახვილეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი პირდაპირ მოუწოდებდა, რომ ომში ჩართულიყო ჩვენი ქვეყანა, თუ შეგიძლიათ მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ ამის შესახებ, ან ზოგადად არის თუ არა ეს საფრთხე. ნუ პრინციპში ამაზე მეც ვეღარ ვიტყვი, ჩვენ რა თქმა უნდა მაშინ მივიღეთ ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილისგან ამასთან დაკავშირებით, ზოგადად ძალიან მძიმე იყო ის პროცესები, რომლებიც ჩვენ გამოვიარეთ თებერვლის დასაწყისიდან, ჯერ კიდევ იმ მომენტიდან, ვიდრე ასე ვთქვათ, ომი დაიწყებოდა, შემდეგ გაგრძელდა ეს პროცესები ომის დაწყების შემდეგ, ყველაზე მძიმე იყო პირველი დღეები ომის დაწყებიდან და შესაბამისი შეხვედრები მარტში გაგრძელდა ასევე ინტენსიურად, მერე გახსოვთ ივნისში რა მოხდა, როცა უარი გვეთქვა უსამართლოდ კანდიდატის სტატუსზე საბრძოლო ცადეს რევოლუციის მოწყობა იმისათვის, რომ აერიათ ეს ქვეყანა და ქვეყანა ჩაერთოთ ომში. აი ეს იყო მძიმე პროცესები და ამ პროცესების ერთი პატარა ეპიზოდი იყო ის გზავნილი, რომელიც მიიღო პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა კონკრეტული ადამიანისგან. ჩვენ მოგვიწია ძალიან სერიოზული წნეხის გაძლება იმისათვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი ქვეყანა ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით, გადაგვერჩინა ომისგან და გადაგვერჩინა განადგურებისგან, ამაზე იყო საუბარი. ოპოზიციური მედია ამახინჯებს ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს, ცდილობენ საზოგადოებას ისე მიეწოდონ ინფორმაციას და ნათქვამი თითქოს ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის პარტნიორებთან შეხვედრაზე უარი უკავშირდებოდა მისი ფინანსური პრობლემების მოგვარების ინტერესს, ამას რა პასუხს გასცემთ? რეალურად ეს არის პირიქით, ანუ იმის საპირისპირო ინტერპრეტაცია, ვიდრე რეალურად ხდებოდა პრაქტიკაში, ცხოვრებაში. რეალურად სწორედ იმის გამო, რომ ხორციელდებოდა შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მას არ უნდოდა ამ ფონზე რაიმე შეხვედრის გამართვა. მას არ უნდოდა რაიმე ნაბიჯი გადაედგა იმის გააზრებით, რომ ის საკუთარი კეთილდღეობის გამო დგავდა შესაბამის პოლიტიკურ ნაბიჯს. სწორედ ამის გამო ამბობდა ის უარს შეხვედრებზე, როცა ცდილობს ოპოზიცია საპირისპირო ალოგიკური განმარტება მისცეს ამ პასუხს, ეს არის რა თქმა უნდა ყოველგვარ წარმატებას მოკლებული ცდილობა. არ დადგა დრო, რომ ვიხვიდეთ ოკუპაციის ხაზზე. ამ კითხვაზე უკვე გიპასუხეთ, რამდენჯერმე გიპასუხეთ. ხო არ ენებებით მძიმე რეალობით მცხოვრებ მოსახლეობას, რომ ოკუპანტი ვინ არის, ესე ხაზგასმით ცალსახად უთხრათ. მაგაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას და ამაში ლომის წილი დაიდო თქვენი პარტიის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც დაიწყო 2008 წლის ომი. ამას უნდა ჩახედოთ თქვენ თვალებში. ამ რეალობას არა, სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი, ამ რეალობას უნდა ჩახედოთ თვალებში. ბატონო, კითხვა და ჩვენთან დაკავშირებით მინდა არ და თქვენ ამბობთ ამას, თქვენ ამბობთ ამას. თქვენმა პარტიამ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც წერია, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. ასევე თქვენი პარტია, ასევე ერთ-ერთი რელო, რომლის ორი წარმომადგენელი, ანა ნაცვლიშვილი და ანა დოლიძე, უჩიოდნენ საქართველოს სახელმწიფოს ამ თემასთან დაკავშირებით. თქვენი პარტიებია ნაცმოძრაობა, თქვენი პარტია რელო და ისინი პირდაპირ საუბრობდნენ იმაზე, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი და უფრო მეტიც ანა ნაცვლიშვილი და ანა დოლიძე საქართველოს სახელმწიფოს უჩიოდნენ ამასთან დაკავშირებით, რაც თავისთავად ბუნებრივი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამაში ძალიან დიდი დახმარება გაუწია სამშობლო სიტყვა რა არის, ჯერ არის ეთყობა და რაც შეეხება ამ კითხვას უკვე განგიმარტეთ. საქართველოს სახელმწიფოს არავითარი ომი არ დაუწყია, ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რომელიც გაყალბებით დარჩა ხელისუფლებაში 2008 წელს. ბატონო ირაკლი, არჩევნებთან დაკავშირებით არა, აბსოლუტურად არალეგიტიმური იყო სააკაშვილი, მით უმეტეს გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ბატონო ირაკლი, არჩევნებთან დაკავშირებით მინდა ისევ ვკითხოთ, ოპოზიციაში უფრო ხშირად საუბრობენ სწორედ პირადობების მოთხოვნების ჩამორთმევის სქემასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე ანაწილდეს ჰქონდა დღეს ბრიფინგი, სადაც დაასახელა ერთ-ერთი უწყების მაღალჩინოსანი საუბარი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ადგილობრივ ხელმძღვანელზე. არსებობს ვიდეო და აუდიო ჩანაწერებიც, რომლებიც ჩვენს ვნახეთ და მოვისმინეთ ამავე უწყების თანამშრომლების. დღემდე ვერც ერთი ფაქტი ვერ წარმოადგენეს, არის რაღაცა წინასწარ დაეგმილი კამპანია ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულების გარეშე. ამას აკეთებენ ისინი მუდმივად, ყოველი არჩევნების წინ ავრცელებენ ასეთ ყალბ ინფორმაციას.
ყალბი ინფორმაციის გავრცელების მაგივრად წარმოადგენენ ფაქტები, ნებისმიერ ფაქტზე გვექნება რეაგირება, ოღონდ პრობლემა არის ის, რომ მათ უჭირთ ფაქტების წარმოქმნა. ანუ ეს აუდიო ვიდეო ჩანაწერები ყალბია, ამას მე არ ვიცი რა აუდიო ვიდეო ჩანაწერებზეა საუბარი, მაგრამ რაც ვიცი, დღემდე არც ერთი ფაქტი არ წარმოადგენთ. ანუ Все, давай,